როგორ დავძლიო აღსარების ჩაბარების შიში. ეს შიში ბავშვებო ძირითადად ეს სისხლი რომ აიმე ახლა როგორ მივარ, რას ვეტყვი, მამაო რას იფიქრებს, ეშმაკისგან არის. და ხელს გვიშლის რომ მივიდეთ. არაფრის თქმა აღსარებაში არ შეგწყვეთ. იმიტომ რომ ეს ადამიანები ვართ და ცოდვაში ვარდებით. არც ის იფიქროთ რომ ახლა მოძღვარს ჩემზე შთაბეჭდილება შეეცვლება. პირიქით მოძღვარი იმის მიმართ უფრო თანამგრძნობია, ვინც უფრო მეტად აჩვენებს თავისი სულის ჭრილობებს. აი მამაო, მე ესეთი რაღაცა შემემთხვა. გესმის და იმაზე უფრო მეტ ზრუნავს. ვიდრე იმაზე, რომ ვინც თავს იწონებს, რომ მე ესეთი რამე არა მაქვს, მე ძალიან კარგი ვარ. ეხლა რა შედეგი გვექნება ექიმთან რომ მივიდეთ და მოვაჩვენოთ, რომ აი ესეთი კარგი ჯანმრთელები ვართ. და რას მიიღებ იმისგან? მაგრამ თუ ჩვენ მივალ და ვეტყვით, რომ ექიმო, ჩვენ ესეთი სიმპტომები გვაქვს, ესენი გვაწუხებს, გვახველებს, წელი გტკივათო, თავი გტკივათ, ის ეცდება რომ გიმკურნალოს, ხო მართალია? არ მოგერიდოთ. თუ მაინც არის რომ რაღაცა ცოდვას ვერ ამბობ მოძღვართან, არა, ის მაინც უთხარი რომ მამაო, რაღაცა მაქვს ისეთი და ვერ ვამბობ ამას. და იმის უთქმელად ნუ ეზიარებ. შენ ცილოცებ რომ ღმერთმა მოგწეს რომ თქვა, მე არაერთხელ მქონია ბავშვობა, აი რაღაცა მეც ხო ახლა თქვენაირად პატარა ბავშვი ვიყავი, მე გავიზარდე, მე პირველად ვეზიარე, მე მე-11 კლასში რო ვიყავი, თქვენ ახლა პატარაობიდანო ეზიარებით, მადლობა ღმერთთან. მეც მქონია ესეთი შემთხვევები, რომ რაღაცის თქმა მიჭირდა მოძღვართან. მე ვლოცულობდი უფალო, შენ შემეწია რომ არ დამტოვო, რომ უახსარებოდ ვიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვევედრებოდი და არასოდეს არ დაუტოვი ვარ. ყოველთვის მეძლეობდა ღვთისგან ისძალა რომ მეთქვა აღსარება.